საქართველოში 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება, რომელშიც ფოთიდან 4 პარტია მიიღებს მონაწილეობას. ესენია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო, გახარია საქართველოსთვის, ძლიერი საქართველო, ლელო და კონსერვატორები საქართველოსთვის. ფოთის მერობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან ბექა ვაჭარაძე იქნება. მისი კონკურენტი კი პარტიიდან გახარია საქართველოსთვის შალვა კერესელიძე უნდა ყოფილიყო, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა და კანდიდატურა მოხსნა. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ფოთის ნომერ 70 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს სალომე როდონაიას დავუკავშირდით. საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად ემზადება 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის. როგორც მოგეხსენებათ, 4 სექტემბერს უკვე დასრულდა ამოიწურა ვადები პარტიების მიერ მომართვიანობის, სადაც მათ წარადგინეს როგორც მაჟორიტარი კანდიდატები, პარტიები, ასევე მერობის კანდიდატები. 4 სექტემბერს 4 პარტიამ შემოიტანა თავისი განაცხადი, რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, ყავდა წარმოდგენილი მხოლოდ 2 პარტიას, ეს არის ქართული ოცნება და გახარია საქართველოსთვის. ეს დოკუმენტაცია ჩვენთან შემოვიდა, გადამოწმდა, რა თქმა უნდა, შემოწმდა და გატარდა რეგისტრაციაში. თუმცა 8 სექტემბერს პარტია გახარიას მერობის კანდიდატმა შალვა კერესელიძემ პირადი განცხადებით მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოითხოვა საკუთარი კანდიდატურის მოხსნა, ანუ რეგისტრაციის გაუქმება. ფოთში არჩევნები ელექტრონული სისტემის გამოყენებით ჩატარდება.